კახა თარგამაძე, იგორ გიორგაძე, ამ პოლიტიკოსებმა გამოთქვეს სურვილი, რომ დაბრუნდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაძლოა თუ არა, რომ ისინი ვიხილოთ თქვენს პოლიტიკურ გუნდში? მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით მათთან რაიმე კონსულტაციები არ მექნება. საერთოდ ზოგადად საუბრები ყველასთან მექნება და ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკაში ბრმად მოსვლას, გვინდა სოციოლოგიური კვლევები ჩავატაროთ. ყველა სახელი, რომელიც მოიაზრება და საერთოდ რომელზეც შეიძლება საუბარი იყოს, გატარდება ამ სოციოლოგიურ ცხრილში და თუ მათ გარკვეული რეიტინგი ექნება, რა თქმა უნდა, მათთან გვექნება საუბარი. თუ ჩვენ არ გვექნება რეიტინგი, ჩვენ თვითონვე შევწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას, იმიტომ რომ მაშინ მას აზრი არ აქვს და ამგვარი პოლიტიკური კვლევების განხორციელებას ვაპირებთ დაახლოებით შემოდგომაზე ამ წლის და მომავალი წლის დასაწყისში. და აქედან გამომდინარე, შემდგომში უკვე გვექნება ყველასთან აქედან გამომდინარე, ვინც რაღაც რეიტინგი ექნება, საუბრობთ. თუ რეიტინგი ვიმეორებ, ჩვენც არ გვექნება და მომავალში ამ სეგმენტზე ჩვენ გვინდა ძირითადად ჭყალებში პოლიტიკურად ვიმუშაოთ, ეს სეგმენტი ძალიან მცირე იქნება, რა თქმა უნდა, აზრი არ ექნება პოლიტიკურ საქმიანობას. ქონიათ მათთან საუბარი, თუნდაც სატელეფონო საუბარი, რას ფიქრობენ ისინი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაზე საქართველოში? კახა თარგამაძესთან საერთოდ ამ მქონია ურთიერთობა, იგორ გიორგაძესთან რამდენიმე წლის წინ მქონდა, ჯერ კიდევ ეს პოლიტიკური საქმიანობა გააქტიურებული არ მქონდა, მასთან ისეთი პირადი შეხვედრა იყო და მეტი არაფერი. შეხვედრი ხართ თუ არა ასლან აბაშიძეს და თუ აპირებს ბატონი ასლანი საქართველოში ჩამოსვლას, თუნდაც დროებით? ასლან აბაშიძეს არ შეხვედრი ვარ, მასთან არავითარ კონტაქტი არ მქონდა. გასაკვირია უბრალოდ თქვენ კახა თარგამაძე, იგორ გიორგაძე, ასლან აბაშიძე რუსეთში მყოფებით, თუ არ ქონიათ არც ერთხელ თქვათ საუბარი შეკრება? ადამიანებთან გქონდა შეხვედრა, რაღაც საერთო უნდა გქონდეს ინტერესი. ჩვენ აქ გვიჭირდა, როცა ერთ ხელისუფლებაში ვიყავით, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დროში აცდენილად არ ქონია საერთო ინტერესები და ეხლა მით უმეტეს მოსკოვში ძალიან ძნელია ამ ტიპის საერთო ინტერესების მოძებნა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს მიერ ჩატარდება სოციოლოგიური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე თუ გარკვეული რეიტინგები ექნება ადამიანებს, ჯგუფებს, მათთან გვექნება კონსულტაციები.